გამარჯობა. აი გამარჯობა, შენ შემოგევლა მე. ხო ხედავ დაგაცადე რომ დაგესვენა და ისე დავიწყე, სულ რომ ეჩხუები ხოლმე. ხო, დიდი მადლობა. ხელმაბდივარი შედი პატივისცემ. მეგობრებით თუ რა დავიწყოთ, ხო, ასე? ხო, მეგობრებით დავიწყოთ, ჯერ სტუმრით დავიწყოთ. წარმოადგინოთ სტუმარი და მე მეგობრები ძალიან დიდი რეგალია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებული ტელეწამყვანი პროდიუსერი, ტელეშოუ რასადროდის ავტორი და წამყვანი, საქართველოს კლუბის რასადროდის პრეზიდენტი, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ სხვა მოწვევაც უნდა ეწეროს მე მგონი, ხო? არა. ერთი? ინტელექტუალი გიორგი მოსიძე. გამარჯობა ბატონო წამყვანო. დღე მშვიდობისა იმის მიხედვით რა დროს გვიყურებთ ბატონო წამყვანებო. დავიწყოთ რა. აუ რა მინდოდა მე თქვა, იცი ახლა რომ შემოვედით. კედელზე რო ეწერა ბოდიში მამაში ამჩნიე? არა. რა საინტერესოა ვინ დაწერა და რატო დაწერა? გარეთ კედელზე რო ეწერა, ხო, გარეთ კედელზე. აქ ბევრ ასეთ სოლოლაკში ბევრ ასეთ წარწერას ნახავთ. საულ წარწერები არის. ეხლა ვთქვათ მეგობრები. ეხლა ვთქვათ მეგობრები, ხო და დავიწყებ სუთი ფაუერით. კი ბატონო. ქართული ჩურჩხელით, ოღონდ ცოტათი სხვანაირი შეფუთვით და წარმოდგენილია მომხმარებლით ცოტა სხვანაირად და როგორ თქვიავა? კუბიკების სახით არის ბროწეულის ჩურჩხელა, ძალიან მაგარი რამეა, შოკოლადის ჩურჩხელა და ტრადიციული ყურძნის ჩურჩხელა. ოღონდ სამივე ძაფის გარეშე. სამივე ძაფის გარეშე და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ზურაბ კახავრიშვილის მაგარი ბიჭები და გოგოები ჩვენს გვერდით არიან და რა თქმა უნდა ჩვენი სპორტსმენების გვერდით არიან. დიდი მადლობა, თუმცა სპონსორებისთვის ნებისმიერ. დავიწყოთ, თითქმის ყველა გადაცემას ვიწყებთ ტრადიციული კითხვით, რომელიც ზოგისთვის მარტივია, ზოგისთვის რთულია, მაგრამ ნუ ვიწყებთ. როგორი მამაა გიორგი მოსიძე? მეც ტრადიციულად გიპასუხებთ, ალბათ ბევრი პასუხობს ასეთნაირად, რომ ჯობს შვილებს კითხოთ, ხო, რაღაც რა. ჩემი შვილები სხვადასხვანაირად გიპასუხებენ, იმიტომ რომ არის სამი შვილიდან არის ისეთი, ვისთანაც სრულ ჰარმონიაში ვარ ურთიერთობაში. არის შვილი, რომელთანაც მუდმივ კონტრასტში ვარ და არის შვილი, რომელთანაც აი ესე განყენებულად ვარ, ასე ვთქვათ რა, ესეთი ურთიერთობები გვაქვს ნაკლებად თბილი. ცივსაც ვერ დავარქმევდი, მაგრამ ესე რა, დისტანციური, ასე ვთქვათ. ანუ სამივე ვარიანტი ურთიერთობების შვილებთან გამაჩნია და ზოგადად ფიქრობდი თავით, სანამ შვილები მეყოლებოდა, ფიქრობდი რომ სხვანაირად იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ეხლა ესე გამოვიდა, რომ ყველაზე ესეთი კონტრაურთიერთობა ქალიშვილთან მაქვს, რომელიც არა და მამები ქალიშვილებთან პირიქით ახლოს არიან ხოლმე. მაგრამ ნუ მე მერგო ქალიშვილი ბუნტის თავი, ასე ვთქვათ, რევოლუციონერი, ზოგადად რაღაც დოლორეს იბარური მაგვარი პიროვნება, რომელიც მუდმივ ბრძოლაშია სამყაროსთან და ამ სამყაროს რაღაც იმას ეშმაკისეულობას მე განვასახერებ რაღაცა. ხომ რა საკერელია ეხლა ეს ყველაფერი მე რამდენი არის? ნუ 21-ის უკვე. არა, უკვე აღარც ისა ბავშვიც აღარ ეთქმის კაცს, ხო და უმცროს ვაჟთან, რომელიც 14 წლისაა, მაქვს პირიქით რაღაც ესეთი ძალიან ახლო თბილი ურთიერთობები, ვიკვეთებით ინტერესებში, საკითხებში, ფასეულობე ყველაფერში, ანუ ერთ იმას წარმოვადგენთ რაღაც სხეულს და ერთად მოგზაურობთ ხოლმე ხშირად და ასე შემდეგ. მინახავს ფოტოები. ფეხბურთის მოყვარული კაცი ჩემსავით. და მყავს უფროსი ვაჟი 22 წლის, რომელიც ნუ უკვე დამოუკიდებელ პიროვნებაა და თავის ცხოვრების გზას, ასე ვთქვათ, ადგას რა და არიზიარებს ჩემს ინტერესებს, არც ფეხბურთი უყვარს, არც რასადროდისი და არც რა. რა საინტერესოა? ხო, აი სხვადასხვანაირად აეწყო რა. ეხლა ის პატარა მაგალითად პირიქით ელოდება, როდის გავიზრდები ცოტა რასადროდის ვითამაშო და ნუ თუმცა ეს არის ცხოვრება რა, ანუ ყველანაირ ცხოვრების მრავალსახეობა, როგორც ასეთი რა და მრავალსახეობაში ყველას აქვს თავისი ცხოვრებისეული გზა. რაც ჩემთვის და მშობლების უმეტესობისთვის ყველაზე ისეთი თემა გარდატეხის პერიოდზე მინდა გითხოთ. როგორ გაიარა პირველი და მეორე, ახლა მესამე გარდატეხის პერიოდში. მესამე ახლა შევიდა, ხო, ჯერ ადრე ალაპარაკი. აი რა არ ვიცი, რა გამოცდილებას გაგვიზიარებთ, როგორ უნდა ურთიერთობდეთ. ეს გოგოების მოყარ და აი ეს გავიარეთ რა და მაქედან გამომდინარე მოვყევი, რაც მოვყევი, ანუ უფროს ბიჭთან ყველაფერი იყო ესე რბილად უპრობლემოდ და პლატოზე, ანუ საერთოდ არ შეუწუხებია ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო
კალიშვილთან იყო სერიოზული კრეშები, კრაში ის კი არა, არამედ კრეშ. ავტოავარიას შეეხება, სადაც ყველა ცდილობდა დაემტკიცებინა ვინ არის ოჯახში უფროსი. და საბოლოო ჯამში მე როგორც ხვდები რომ არა მე ელენე გახდებოდა ოჯახის უფროსი. მაგრამ მე არ დავთმე ეს ტიტული. ხო და საკმაოდ ისეთი სერიოზული რამდენიმე წელი იყო რა, როდესაც ყველა საკითხში თავისი განსხვავებული რაღაც აზრი და შეგრძნება ჰქონდა სამყაროსი რა და ნუ ეხლა დავსტაბილურდით რაც მართალია და გადავაგორეთ ეს ისა მე რასაც უყურებ სავარაუდოდ ეს უმცროს ბიჭთან ესეთი პრობლემები არ იქნება უკვე გასაგებია რა რომ სავარაუდოდ არ იქნება რა მაგრამ მეტის ინტერესებისთან ხვედრა როცა ხო აი ეს გალიშვილთან საკმაოდ ძიმე ჩვენი გადამოსახედები მშობლების და რაღაც კონსულტაციებსაც გავდიოდით ერთმანეთთანაც რა. ნუ ჩემმა მეუღლემ აირჩია გზა იმის დაყვავებისა და დამეგობრების, ასე ვთქვათ, ხო და მე კიდევ ვერ ვმეგობრობ ადამიანებთან, ვისაც ფეხბურთი არ უყვარს და არ შევიძლია არ დაგიტახო. ფეხბურთი და ზოგადად სპორტი, ერთადერთი მიშოსთან მეგობრობ ეგეთთან. შენ რო ის არ გიყვარს საზამთრო? ხაშო. ეგეთ ადამიანებთანაც არ მეგობრობ. ჩემთან ოჯახში საზამთროს კულტია. ანუ ისე მაინც მეგობრული და დაყვავების ტაქტიკა ჯობია ალბათ. არ ვიცი. მე არა ეგ ჩემი ცოლის ტაქტიკა იყო და არა ჩემი კაცო. მაგაზე ვეჭხუბებოდი რომ მე ვთქვი აი რატომ რაღაც და პირიქით ხო იცი ეს რა ქვია ბებია ჩემი ამბობდა რომ შვილი მტრად გაზარდე და მოყვარეთ გამოგადგებაო მაგრამ ნუ მე მგონი რაღაც ეგ მე-19 საუკუნეში ჩარჩენილი ყველა ბებოსაყვარელი ბევრჯერ გამიგია დღესაც იციან ხოლმე ხო და ნუ რავი დრო შეიცვალა რა ის არის კაცო ამტრობა და მოყრობა აი რადო მოდი რადო ბურდული გავიხსენო დაახლოებით ეგეთი რაღაცა თქვა სულ ჩხუბობდი მამა ჩემთანო მაგრამ ეს იყო მამაშვილური ჩხუბი და რო არ ყოფილიყო პირიქით უფრო ცუდი იქნება ყველაფერში შეგეთანხმება ალბათ ადამიანი არც ხო არ ყველაფერში დათანხმება ძალიან ყველაფერი ინდივიდუალურია რა აი ეგეთი რეცეპტი რო არსებობდეს ხო ისე აქამდე დაიწერებოდა ამაზე ტონები ხო და ნუ აი არ ბიჭებთან არ მიჩხუბია პრაქტიკულად არც ერთთან არც მეორესთან და გოგოსთან ყოველდღიურად დღესაც მაგ რაღაც გამათი სულ რა აი ბუნტისთავი ერთ ჩემი პატარა ვაჟი 10 წლის არის არაფერს არ მიჯერებს არასოდეს უფროსთან დაალაგებული ურთიერთობებს 14 წლის არის თუ შვედიურად გამოდის ხო პატარას არ ესმის არაფერი იმიტომაც მოვიდეხა ფეხი პირდაპირ მნიშვნელობით მოკლედ მანდ არის ერთი რასაც მე მივხვდი რომ როდესაც აი ეს ბუნტისთავი შვილი რაღაც იდეით აღმთებული რომელსაც შენ ხვდები რომ ეს გზა არის არაფრისაკენ ამ დროს პირდაპირ არ უნდა უთხრა რომ ეს არის რაღაც სისულელე და იმიტომ რომ ეს მასში შეურაცხყოფის შეგრძნება სამწუხარებს და უნდა ნელ-ნელა გადაუდო. ანუ გაუჭიმო დროში ასე ვთქვათ, რა პროლონგაცია მოახდინო ამის პროლონგაცია, პროკრასტინაცია თუ გინდა ანუ გადადება ამ საკითხის და ნელ-ნელა რაღაც ეტაპზე წესით თუ თქვენი შვილი არანაკლებ ინტელექტუალურია ვიდრე თქვენ მიხვდება თავადაც და ნელ-ნელა ამას შეეხსნება. არიან ისეთი შვილები, ვინც მე აღიარებს რომ მამაში მართალი ყავი და არიან შვილები, რომლებიც არ აღიარებენ, ანუ ისე როგორც ხალხი არის ვიღაცები აღიარებენ თავის შეცდომებს და ისე ვიღაცები არ ვიღაცებს კიდე უტყდებათ ესეთი რამების აღიარება ნუ ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს მშობლებმა ყველა მშობელმა იცოდა და ახლა ციცე გახდები მშობელი და მე გაიგეს ნუ აი ზუსტად ეგ აღიარების ოღონდ არ უნდა ჩავიციკოთ იმაზე ჩვენ მშობლებს რა უნდა და ჩვენთვის რა იმიტომ რომ განსხვავებით ჩვენგან რომლებიც უკვე თავისუფალი მაინც შედარებით თავისუფალი საზოგადოების შვილები ვართ ჩვენი მშობლები საბჭოთა ხალხი არიან რა და იმ საბჭოთა სტერეოტიპების და იმის მატარებლებად დღემდე დარჩნენ ნაწილობრივ მაინც რომლითაც იყო დასნეულებული ის საზოგადოება ასე ვთქვათ რა ამიტომ აი ის რაღაც იდეები რომელიც მშობლებს ჰქონდათ მაშინ 80 წლების ბოლოს 90-იანების დასაწყისში მაგალითად ჩემს მიმართ რომ ჯერ უნდა ადამიანურ პროფესიას დაეუფლო რომელიც შეგინახავს რაღაც და მე რაც გინდა აკეთე აი მე თუ გინდა თამაშები ატარე რაღაცა ეს რაღაც
რომ ეს დღეს აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ადამიანური პროფესია რომელია მაშინაც გაუგებარი იყო და ეხლა საერთოდ შეიცვალა სტრუქტურა, ასე ვთქვათ, ბაზრის რომელი ამოგიტანს ეს TikTok-ს მოაქვს ახლა უფრო მეტი შემოსავალი ვიდრე მედიცინას და იმას და მეორე თუ ადამიანს აქვს რაღაცა მიდრეკილება ჯობია ბავშვობიდან ეს ახალისო რა და ეს განავითარო. უბრალოდ იმ ქვეყანა, იმ ტოტალიტარულ სისტემაში საბჭოთაში იყო პროფესიების ჩამონათვალი, რომელსაც შეგელო დაეუფლებოდი და მე გაგანაწილებდა სისტემას, სადღაც გაგიშვებდა სამსახურში და სამსახური ყოველთვის გექნებოდა და მინიმალური ხელფასი, რომ აი ამას უნდა მორგებოდი. ამიტომ გეუბნები რა დგინდეს რეჟისორობა, რა პროდიუსერი, პროდიუსერი სიტყვა საერთოდ არ იყო, თორემ მე ხა ვხვდები რომ მე მინდოდა ყოფილიყო პროდიუსერი, თურმე. ანუ ორგანიზება გამეკეთებინა მასობრივი ღონისძიებებისათვის როგორც სატელევიზიო, ისე არასატელევიზიო რა, საბოლოო ჯამში რაც გავხდი, მაგრამ ამას რო უყვებოდი, მეუბნებოდი რა რეჟისორი, ანუ საქმეთან წარმოებელი რა ერქვა. კულტმასობრივი ესე ამ რეჟისორი, მაგას ერქვა კულტმასობრივი ღონისძიებების რეჟისორი, იყო ეგეთი გაყოფილება თეატრალურ ინსტიტუტში და ნუ პაპაჩემმა თქვა რომ რეჟისორი ოჯახში ის რაღაცა ყველა ექიმები და ესა და მართლა მამაჩემი დირიჟორი იყო, მაგრამ ნუ ეს ლოტბარი და სხვა არის და აუ ესა და ჩავდურთეს თავი ამ სამედიცინოში, სადაც დღემდე ვერ გამიგია რა მინდოდა. თუმცა ისიც ეგეც ხო გამოწვევა იყო. კი, არა, კაცო, პირველი წელს მაშინ ჩაბარება. იმავე წელს მოვეწყე და უმაღლეს ქულები მქონდა და ისა ეგეც როგორც ეხლა არის მიღებული თქმა, რაღაც არასწორად რომ გააკეთებ, ეგეც გამოცდილება. ხო და ეს გამოცდილებაც მივიღე და მაგ თვალსაზრისით მედიცინის ცოდნა ძალიან ბევრ რამში დამეხმარა რასადროდიში, იმიტომ რომ მედიცინა არის შუა სფერო, სადაც ყველაფერი ერთიანდება საბოლოოდ, მე ყველაფერსკენ გახსნილი გაგზა იურისპრუდენცია ცოტა იცი, აქეთ ტექნიკური საგნები, იქ ფიზიკა, ქიმია მაინც უნდა იცოდე და ნუ აქეთ ჰუმანიტარულის თავისთავად. ანუ წმინდა რასადროდისული გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ეგ იდეალური არჩევანი იყო სამედიცინოს ჩაბარება. მაგ თვალსაზრისით, მაგრამ დანარჩენი ახლა სადღაც პირველი კურსის მერე რომ მიხვდები რომ არ ხარ შენ ის კაცი რომ ახლა ყოველდღე პაციენტები მიიღო და ისა ხო ახლა ყველას თავისი რაღაც ისა აქვს ცხოვრებაში. ოჯახმა როგორ მიიღო რომ სამედიცინო სფეროს რო შეეშვით და გადახვედით უკვე იქ სადაც არა საქმე იმაშია რომ მე ხო არ შევეშვი ანუ მე ბოლომდე ვისწავლე და ინტერნატურაც დავამთავრე და დიპლომიც ავიღე. ანუ მე ხო დიპლომირებული ინფექციონისტი ვარ ანუ ამ კოვიდის და რაღაცების სპეციალისტი. მაშინ კოვიდი არ იყო მაგრამ ნუ ამ ვირუსული დაავადებების. მაგრამ ეს იყო 95 წელი რა მე რო დავამთავრე და მე 96-ში უკვე რასადროდესიც გავიდა, ანუ მე ადამიანური პროფესია მივიღე. დიპლომის სახში მივიტანე, აი, თქვი რა დედა და მამა, აი, ისა და ეხა მე ვთქვი ცოტა ხობის გავაკეთებ რაღაც და მაშინ გავიდა 96-ში გავიდა რასადროდესი საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, ხო. და მე უკვე ამან ჩავიდა წამიღო რა მდინარემ, რასაც ქვია და მე უკვე აზრი აღარ ქონდა მედიცინაში დაბრუნებას რა. და საბოლოო ჯამში მაინც ის გახდა ჩემ პროფესიას. მაინც პროდიუსერი გამოვედი. მე 2011-ში ხო ნიუ-იორკის კინოაკადემიის კურსებზეც ვიყავი წასული იმების პროდიუსერების. უყოთ უკვე სერიალ პროცედურული დრამების ეგეთი მიმართულება იყო. ანუ პროცედურული დრამა არის პოლიციური სერიალები რა. ანუ ერთი სერია ერთი ის რო არის რა, ისტორია. ანუ ვიღაცა მოკლე სერიის დასაწყისში და სერია მეოლოს უნდა იპოვონ კლელი რა. ხო და მაგით დავამთავრე რა. ზოგადად ეგეთ სერიალი არ გვაქვს ქვეყანაში. არც ერთი არა. იმიტომ რომ სულ ის არის რა ქვია, სულ რაღაც ეჭვები გაქვს პოლიციასთან რა. ხო და თან უნდა პოლიციასთან შეათანხმო თურმე რომ იმას გიქნება. პოლიცია რო გამოდის სერიალი. ხო პოლიციაზე რა ხან იღე ფილმს ერთი პერიოდი იყო დეტექტივები რეალურ кейსებზე, მაგრამ მე გააჩერე. ხო, მაგრამ ძალიან ბოლოს ისეთ მისტიკაში გადავიდნენ, რომ რაღაც იქ უნდა ცხოვრებასთან მიახლოებული იყოს რა. ანუ იქ დეტექტივებში როგორც ისინი გამოიყურებენ, ეგეთი პოლიცია ჩვენ არ ყავს. ანუ იქ ქუჩაში რო ხდება პოლიციელი, ეგეთი ტიპი უნდა იყოს ეკრანზეც რა, თორე ვიღაც სხვა პლანეტიდან ჩამოსული ტიპები ესეთ კოსტუმებში სად და ეგეთი პოლიცია სად არის? აუ, ცოტა ხნის წინ უყურე მიშოსაც გავუგზავნე დანიური სერიალია ხიდი. ხო, კაცო. აუ, რა მაგარი. ისე იძახი ახლა ეგ არის ბოლო იმის აწლეულის პირველი სერიალი არა ამერიკული რა. მე ამერიკელებმა გადაიღეს ხო მაგი ეგ. რიმეიკი გადაიღეს მაგი? მარტო ამერიკელებმა კი ბრიტანეთს საფრანგეთმა გადაიღეს და ქვია ტუნელი
ტუნელი ქვია, ანუ ლამაშის ტუნელის ქვეშ პოულობენ ამ შუაზე გაჭრილ ერთი 7 რიმეიქია ჰონკონგმა გადაიღო ჩინეთმა ვიღაცამ რა. ხედავ რა კაი სერიალი გირჩიე. ეგ ბრონ რასაც ქვია რა, ხო რა. არა, ეგ მაგან გახსნა სკანდინავიური ნუარების ის ეპოქა რა, მაგის მერე წამოვიდა. ეხლა სკანდინავიური ნუარები მიღებული მთელ მსოფლიოში. მაგარი რა. ისლანდიურ სერიალს ჩაგიგდებთ, ნახეთ ის რა ქვია კრუიზის გემი რო შემოდის ისლანდიაში და იქ რო პოულობენ იმას გვამს და რო ჩაიკეტება რა ისლანდიაა და სპორტი ჩაიკეტება თუ რაღაც და თოს მთელი სერიალი აი ძალიან მაგარია რა. ო, ჩემი ცოლი გადაირევა მასეთ სერიალებს მაყურები. ხო, ნუ ეგ არის, მაგას ქვია სკანდინავიური ნუარი, ანუ სურო მზე რო არ არის. ხო, და სკანდინავიაში ხო 8 თვეების მზე არ არის რა და ის არის, აბა ზოგადად ეგ ჟანრი ძალიან პოპულარულია ხა მსოფლიოში რა. ფინეთიც იღებს უკვე დანია და შვეიცარია გასაგები, ნორვეგიული სერიალები ზოგადად ნორვეგია გაცდა ამას ყველაფერს უკვე დროში მოგზაურობებს იღებს და რუსეთის მიერ ნორვეგიის ოკუპირების სერიალიც არის უკვე გადაღებული. ოკუპაეთ ქვია, შეგიძლია ნახოთ როგორ ნორვეგიას დაიპყრობს რუსეთი ერთ დღეს და ევროკავშირი ჩარეცხავს. და არ შეიმჩნევს სიტყვის რომ კაი, ნუ რა უქნათ ხო მსხვერ დაუწყეთ რუსეთსო. ძალიან მაგარი სერიალი აუცილებლად ნახეთ. ძალიან გული მწყება ჩვენთან რო არ არის ნორ კარგი ფილმები რა. არ არის, იმიტომ რომ ფული არ არის. იმიტომ რომ მაინც ეგ ძვირიანი ჟანრია და მეორე არც სპეციფიკური განათლება არ არის რა, სპეციალური რა. ანუ ეს ხალხი ვინც ნიჭიერია, მიდის საზღვარგარეთ რაღაცას ეძებს და ნუ ამ არტ-ჰაუს ვერ გავწვდით, იმიტომ რომ 2 კაპიკი უნდა არტ-ჰაუსს რა. გიორგი მოსიძე როგორი იყო გარდატეხის პერიოდში? თქვენ წამოვდით ოჯახში მამასთან და არა, ეგ როლი ჩემს მას ჰქონდა. ანუ მე ვიყავი როგორც ჩემი უფროსი ბიჭი. ანუ ბულკივით გარდატეხვის პერიოდი მქონდა და იმას და ჩემმა ძმამ აიღო ეგ ფუნქცია, რომელიც ახლა ჩემ ქალიშვილს აქვს ჩემ ოჯახში. ანუ ჩემ და გულის გასახედკაც ჩემს ძმას, ჩემს ოჯახში დაემსგავსა ქალიშვილი. ხასიათით და იმით რა, მებრძოლი თვისებებით რა. ხო და ამიტომ პირიქით მე ის ვიყავი დამაწყნარებელ როლსაც კი ვთამაშობდი ამ მობუნტავე უმცროსი ძმისთვის რა, ასე ვთქვათ. ოჯახმა გირჩიათ ექიმობა და მიუხედავად დიდი სურვილი არ ქონდა გიორგის ექიმობის, მაინც გახდა ექიმი. არ იყო მთლად ეგრე, მაგრამ ნუ დაამთავრე კითხვა და გეტყვი. აი, შვილების პროფესიის არჩევაში თუ ერევა გიორგი მოსწავლე. მან თქო როგორ იყო, ანუ ის იყო 80-იანი წლები, როცა მე უნდა ამერჩია 89-ში დავამთავრე მე. ანუ ნუ საბჭო კავშირია ჯერ. ხო და დიდი არჩევანიც არ არის რა, ასე ვთქვათ. იმ სარეჟისორებზეც აბარებენ რეჟისორის შვილები რა, ანუ მე ხო დინასტიური რაღაცები იყო, რომ თეატრალში ხდება ძალიან რთული იყო, ქუჩიდან მოხვედრილი ყავი რა. ანუ ყველა იქ ვინც მსახიობს და იმაზე სწავლობდა უმრავლესობა აგრეთვე იყო რაღაც ესეთი ოჯახები და რომლებიც შეხება ჰქონდათ ამ სფეროსთან. ეგრე იყო სამედიცინოშიც რა, ანუ ისა და იქ ექიმების შვილები. ნუ ესე მიმდინარეობდა რა. ხო და თავისთავად ჩამოყალიბდა რომ აბა სად უნდა ჩააბაროს. ანუ ისე არ იყო რომ მე უწევდი ოჯახს წინააღმდეგობას. პირიქით მეც მომწონდა ეს რომ მე ეკითხებოდა იქ რა პაპა ჩემი სუბრებს რო აწყობდა ოთარჩეული შვილიც რომელი თამადა ქალაქში აწყობდა და იქ მოდიოდნენ პროფესორები აკადემიკოსები და რომ მეკითხებოდნენ აბა რა საპირებ და აბა რა უნდა მეპასუხო ხო არ ვეტყოდი ახლა რაღაც კულტურასობრივი რაღაც ექიმ სამედიცინო მალადეც რა აბა ყანწი და რაღაცა. ხო და ეს თავისთავად უკვე რომ სკოლას რომ ამთავრებდი, ხო აბა საერთოდ ეხა ჩვენ ოჯახს რა ეკადრება და მეც მეკადრებოდა. ეგ იყო ამბიციური რაღაც რა. იმ ეპოქაში სამედიცინოში ჩაბარება იყო გამოწვევა რა, თორე ეხა იმ კონსერვატორიაში და მამა ჩემსაც კათედრაზე იყო და ის და არის ესეთ პრესტიჟად იქ უნდა წასულა მოწოდება თუ გაქვს და აბა თუ მაგარი ხარ სამედიცინოზე ჩააბარე. ეგ თემა იყო რა და მაგ თვალსაზრისით მეც შევყევი რა რომ მე თუ გამოწვევა იყოს რა ბოლომდე აბა რა არსებობს რა სიმაღლე არსებობს რომელსაც მე ვერ დავიყრობ ამ თვალსაზრისით. ხო და მაგიტო იყო ეგ სამედიცინო და მე ხა რო გავიზარდე მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი საქმე. და ეხა ბავშვებს უკვე შვილებს რაც შეეხება მათ ისინი ხო არ არიან გაზრდილი იმ ეპოქაში რა, რაღაც ფორმალური საბჭოთა იმის რა ქვია
პრინციპების, როდესაც ადამიანური პროფესიების ხო, პროფესიებისა და ოჯახების ჩვენს ოჯახს რა ეკადრება და ეგეთ ცნება უკვე აღარაა რა, ეხლა ეგრე არ გაგვიზრდია შვილები, რა ჩვენს ოჯახს რაღაც უმაღლესი განათლება ყველას უნდა კონდეს, რაღაც ეგეთი. ის არა, ხო არის ისინი ოჯახები რა ამბობენ, რომ რას ქვია, რაღაც პაპა ჩემი იყო უნივერსიტეტ დამთავრებული, მე ის ბაბუა ჩემი და ამიტომ თავისუფალი არიან თავიანთ არჩევანში. შესაბამისად, უფროს ბიჭმა არიჩია ეს კომპიუტერული მიმართულება. IT, ელექტრონული ინჟინერია ქვია, რაც მან დაამთავრა, ბაკალავრიატი დაამთავრა უკვე და ეხლა მაგისტრატურაში აბარებს. Plus Fulbright-ის პროგრამაზე გვაქვს შეტანილი საბუთები, რაღაც საზღვარგარეთ, რომ იქნებ სადღაც ამერიკაში, სადღაც წავიდეს კიდე მე მაგისტრატურაში ხო და არა ელექტრონული ინჟინერია არის მის სპეციალობა. გუშინ მოვედი ოფისში და აღმოჩნდა რომ ინტერნეტი არ მაქვს, გადაიწვა роუტერი, ვაგონთ ვერ მივხვდი რა გადაიწვა. მე რა ვიცი, დაურეკე, მოვიდა ბავშვი რა 22 წლის კაცი. მოვიდა, ის ნახა, ეს ნახა, აიღო ის სახრახნისი, დაშალა роუტერი, თქვა ეს აღარ გაკეთდება 15 წლისა, ესეთები აღარ გამოდის. გამომართვა 50 ლარი და წავიდა 26 ლარად, იაფად იყიდა ახალი რაღაც მოწყობილობა, მოვიდა დააყენა, ჩართო, წინვალეთ მუშაობს ინტერნეტი და 24 ლარიც დამიბრუნა კაფი, დამიტოვა და წავიდა რა და ის რომ წავიდა, ცოლს დაურეკე და უთხარი გამოგვადგა შვილი. თქვენი მეუღლის ინტერვიუ წავიკითხე გუშინ და ეს სიტყვები დამახსოვრდა საუკეთესო მზითები რაც არის, რაც შვილებს შეიძლება გაატანო. არის შინაგანი თავისუფლება და განათლებაო რა. და ბრძენი ხალი ყოფილა. ემი ხო და კი რა, ნუ ეგრე არა, რომ თვითონაც უნდა შინაგანად გზნობდნენ რა მას ყველაფერს და ოღონდ პასუხისმგებლობის გზნობას უნდა აღზარდოთ შვილებში, თორე ეხლა ცოტა ესე ტენდენცია რომ არაფერს პასუხს არ აგებენ რა. ეგ პასუხისმგებლობა მე ზრდის, პასუხისმგებლიან მოქალაქეს სახელმწიფოსთვის რა. ხო და ეგ რო არ არის მე სახელმწიფოშიც დამოკიდებულება ეგეთია რა. ჩემია რა და მე ვაგებ პასუხს. მე მაქვს ვალდებულებებიც, მაგრამ უფლებებიც მაქვს შესაბამისად რა. კიდე მორიგი ჩემი მტკივნეული თემა მინდა დავსვა ახლა წიგნი. ამ ბავშვებს, ჩემი შურების ხელა ბავშვებს უფრო ტელეფონი ურჩევნიათ ბუნებრივია. თქვენ ოჯახში თუ იყო და არის ეს პრობლემა როგორ გავუმკლავდით და ვერ გავუმკლავდით სამწუხაროდ. გვიჭირს ჩვენც ეს წიგნის, როგორც ასეთი წიგნის კითხვის თემის პრობლემა გვაქვს და ვერ გავუმკლავდით სამწუხაროდ. ნუ ჯერ ერთი რომ მხატვრულ ლიტერატურას იმ მასშტაბით არ კითხულობენ როგორც ჩვენ, ანუ მე რომ იმას აქში ახლა ჩემი უმცროსი ბიჭის აქში ჟულ ვერნი და კონან დოილი და ახლა ეს რაღაც სტანდარტული რაღაც ჰერბერტ უელსი, რაღაც სტანდარტული რაღაცებზე პირად ვიცოდი. ამანაც იცის, ოღონდ ან სერიალი აქ ნანახი, ან ვიკიპედიაში წაკითხული რა. ხო და ამიტომ რომ მამა მეოთხე შერლოკ ჰოლმს უყუროთ. შერლოკი ხო ნახეთო კაცო. დედას გეცემი 2-3 დღით ზუსტად ეგ დიალოგი გქონდა. შერლოკიც ნახეთო და ელემენტარი რო არის სერია, ეგეც ხო ნახეთო და ეხლა იმას ხო არ ვეტყვი რომ მაგარი საბჭოთა სერიალი იყო 60 ხო იყო რა არა მაგარი. ის კლასიკა იყო ხო დღემდე ამბობენ ისინი კონან დოილისტები რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლმსია. ხო და მაგრამ ნუ ეხანდელი გადმოსახედა რო უყურო გაჭიმულია რა ძალიან და ეგეთ ფილმებს ვიღა უყურებს რა თუ ეგ შენი არ არის. ხო და აი რა შევამჩნია ხა ჩემი ბიჭიც და გოგოც რასადროდის და დადიოდა რა კლუბში სათამაშოდ. და ქვეყნის ინფორმაცია აქვს თავში, აი უამრავ ინფორმაცია აქვს თავში, მაგრამ ძირითადად მაინც ვიკიპედიური ინტერნეტული ინფორმაცია რა. თორე არანაკლები შეიძლება თუ მეტი არა ვიდრე მაქვს მე. მაგრამ არა აქვს ფუნდამენტალური ეს ლიტერატურული ის განათლება რა კლასიკა და ეს სამწუხაროდ წაკითხული არ აქვს გულისხმობ ემოციური ინტელექტის თვალით, როცა კითხულობ და შენში ეს ისა. ანუ წაკითხული აქვს როგორც რეზუმე რა, ანუ და ადაპტირებულები რო გამოდიოდა ერთი პერიოდი. და აქ დასრულდა და გასაგებია სიუჟეტში ესეთი სვლარი და ესე განვითარდა მე მოვლენები და როგორი ტრაგედია. მაგრამ რომ ეს ტრაგედია შენში გაიაროს ამ ტრაგედია ანუ რაღაც ემოცია გამოიწვევს ეს ამ ახალთაობას და ეს მარტო ჩვენ არ გვიღება. ანუ ეს არ ეხება ჩვენ შვილებს, ჩვენ მარტო საქართველოს არ ეხება. ზოგადად მსოფლიოს ეპოქა ეგეთი რა.
და ეგრეა რა, ანუ რაღაცნაირად ნაკლებ ემოციური გახდა სამყარო რა. პირიქით ეხლა ცოტა ისეთი რაღაც ტრაგიკული რაღაცა თუ არის ან კინოში ან იმაში რაღაც სადაც მძაფრი ემოცია რა, რაღაც საშინელი ღალატია და ვიღაცას ღალატის გამო კლავს სიტყვაზე ვიცახი რა. ისა ჩემი ბიჭი უბრალოდ არ უყურებს. თიშავს რა, არ ამის ყურება არ მინდა. ანუ ეს ჩაკეტილია რა თავის რაღაც სამყაროში და მძაფრი ემოციები ისედაც არ შემოდის რა მასთან რაღაც იქ. აი ნიუსებს არ კითხულობენ რაღაც იქ ღაზა დაიბომბა იქ ვიღაცა თუ რაღაც. ნუ მილიონი რაღაც ხდება სამყაროში, როცა რაღაც ბევრი უკრაინის ომი რაღაც ხალხი უყובה. ჩვენ თაობაში მე მახსოვს, ჩემ თაობაშიც კი რომ საინფორმაციო რო იწყებოდა, ოჯახის ხდებოდა, პაპა დაჯდებოდა და მთელი ოჯახის ხდებოდა, საინფორმაციოს უყურებდით. ეგ იყო საბჭოთა გადმონაშთი. იმიტომ რომ მაშინ იყო პროგრამა ვრემია და უნდა ყველა საბჭოთა ადამიანი და დამჯდარიყო და მოესმინა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დირექტივა რა. რა გადმონაშთი იყო. აზრი არის ეხლა ქვეყანაში და თქვენ და გაიზიაროთ ეს აზრი უბრალოდ გაწვდინე ამ აზრს. ეხლა არის მილიონი ალტერნატივა. ნუ ეხლა საქართველოს სამწუხაროდ უკვე აღარაა მილიონი ალტერნატივა და რაღაც გადაეწყო. მაგრამ ზოგადად ყველა არხი თავისას რაღაცას ქადაგებს. პლუს გაქვს საშუალება ჩართო CBS, CNN, BBC, რაც გინდა ისა და ვინაიდან ჩვენი შვილები ინგლისურს უკვე ბევრად ჩვენზე უკეთ ფლობენ, მათ აქვს საშუალება შეიქმნან აზრი. ერთი მხრივ არის კარგი და მეორე მხრივ ისინი ცხოვრობენ მუდმივ ინფორმაციულ შემოტევის ეპოქაში. ანუ იმდენი ინფორმაცია მოდის, ნაკადი არ მთავრდება, ანუ რამდენსაც ჩართავ იმდენია რა და ეგეც გადამღლელია. სხვაჩორის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მოიმატა ამბობენ აუტისტების და ზოგადად ჩაკეტილი თავის ნაჭუჭ ჩაკეტილი ხალხის რიცხვმა, მათ შორის უკვე დასულ ასაკშიც არა მხოლოდ ბავშვობაში. ეგ არის რა რომ ინფორმაციულ ნაკადებს ვერ უძლებს ადამიანის ფსიქიკა და იკეტება რა რომ ეს აღარ გინდა ეს მოისმინა რა თურმე აი იქ რაღაც ჩამთვითფრინავ კიდე ერთხელ ჩამოვარდა და ეს განიცადო რა მართალი არის არის მაგაში რაღაცა ისეთი ხა ჩვენ ისეთი ნაკადები გვაგავლილი 90-იან წლების საქართველოში რომ აღარაფერი შეგვაშინებს მაგრამ ნუ ახალ თაობას მათ ხო არ უნახიათ ხო ეს რაღაც ჩაის ადუღება ეზოში და რაღაცა რა ანუ ის შუქის წასვლა სიგუას ნამცხვარი გასინჯულიც არა აქვთ. მე ეს ხო სიგუას ნამცხვარი არ იყო ეგეთი ცუდი რა. არა, კარგი იყო, სათქმელად არის უბრალოდ ზოგადად მე არ ვარ განწყობილი რომ ის 90-იანები ეგრებნელად წარმოსახო რა. იყო რასაკვირველია მძიმე პერიოდი, მაგრამ ნუ ცხოვრობდით ხალხი და ცხოვრობდით და გვიყვარდა და ოჯახდებოდით, ქორწინდებოდით, შვილებს ვაჩენდით. ეგრე ხო არ იყო კაცო რომ სულ არაფერი არ იყო საერთოდ რა. კლად ეგეთი ბნელიც არის. ხო, ნუ შეიძლება ის იბნელე ვიწყობდა ხელს და ოჯახებასა და გამრავლებაში კაცო ხო და ცხოვრობდა ხალხი რა, იმ როგორც ყველა ეპოქაში ადამიანი რომელიც ადაპტირებს, ყველაზე ადაპტირებადი ცხოველია დედამიწაზე, ადაპტირდება ნებისმიერ პირობებთან და პოულობს პატარ-პატარა სიხარულს იმ სიბნელეშიც კი ფაქტია საკონცენტრაციო ბანაკში ოჯახდებოდნენ და შვილებს აჩენდნენ და გადარჩნენ და დღემდე ცხოვრობენ გეტოებში ხო და მათ შორის ქართული სამზარეულოც ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ სიღარიბესა და სიღატაკეში პირის გემოების ძებნისას ნაპოვნი იქნა ისეთი კერძები, რომელიც მეტი არსად არა. იმიტომ იქნა ის პრასი ნიგზით, ეკალა და რაღაცა გაკეთებული და დღეს ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, რომ სხვა რაღაცის საშუალება არ იყო და აი ესე გენიალურად თუ ადაპტირდით ჩვენ ქართველები და შევქმნით უნიკალური სამზარეულო. აბა იმან რა ქვია ფრანგებმა ეგეთი პროდუქტებისგან გააკეთონ ეგეთი გემრიელი ისა თუ ეხლა იმ რა მუსებს და იმას რომ ამზადებენ ეგ რომ ხონოდა ჩვენც კი გვექნებოდა კაცო ზოგ არანაკლები ეხლაც გვაქვს კაცო სამზარეულო უბრალოდ ჩვენ შექმნით რა მილიონ ნახევარ კერძს მაგრამ აი ჩვენ გვაქვს ეს 30 კერძი ძირითადი მაგრამ მაგარი რა და იმიტომაც არის მაგარი რომ არსაიდან მოვიტანეთ რომ გიორგი უფროსები დადიან კლუბში სათამაშოდ და თქვი პატარას ერთი სული აქვს როდის გაიზრდება და ითამაშებს
2000-იან წლებში მამაჩემს ხაშურის ტელევიზიაში ქონდა გადაცემა შესანიშნავი მშვიდეული ინტელექტუალური მახსოვს. და მეც რო თამაშობდი, მე როცა ვთამაშობდი, ის დღე არ უყვარდა. იმიტომ რომ თქვა ჩემი გუნდი თუ გაიმარჯვებდა, ხალხი რას იტყვის, სალაპარაკო გახდება, ერთხელ არ დამაუწყდა ფინალში გავედით და 5 კითხვის მერე ვიყავით ლიდერები. სტრესში ხო გოგი იყო სტრესში, რომ იმაზე ფიქრობდა ლადოს გუნდმა რომ მოიგოსო, საბედნიეროდ წავაგეთ. 5-0-დან არა 5-0-ს არ ვიგებდით, 5 კუთხის მერე ვიყავით ლიდერები. ეს ფიქრები თუ აქვს გიორგი მოსწეს, როცა ბავშვები თამაშობენ. რა არის, ეხა იქ კლუბში უკვე იმდენი გუნდია, თითო ლიგაში 70 გუნდია და ეს არ ჩანს რა, ეს იმალება და თან ქვედა ლიგებში არიან იმაში რომ იყოს სუპერში რა უშავს რა და ამიტომ დიდად სალაპარაკოც არ არის რა. თან არ არიან ჩემი შვილები რაღაც არც მე მგონი იმ მასშტაბისაც არ არიან რომ ეხლა რაღაც იქ სუპერში თავი გამოიჩინონ და პლუს კიდე არც ამბიცია აქვთ. ანუ აი ეს არ არის რომ აი მე მინდა მოვიგო და რაღაც. უფრო მე როგორც ხვდები უფრო ის მამას არ ვაწყენიო და წამოკა ერთხელს ვითამაშოთ თემა. მაგარი რა. ნუ აი მაგარი არის, მაგრამ ნუ ეხა უფროს ბიჭს გიორგი მოსწე ქვია და ეს მე მგონი ეს გიორგი მოსწევა მას ამძიმებს. ხო. ანუ ხო ჯუნიორი რა და ამძიმებს თქოს და შეიძლება ვიღაცები ელიან რომ ვიღაც ესეც უნდა ესეთი მაგარი იყოს ამ ამბავში რასაც როდეშდა. ხო შეიძლება არ იყოს კაცო იქნებ სხვა რამეში ელექტროინჟინერია. სხვა რამე ხო რა ვიცი მე როუტერი სიტყვად დაძლევს დავიმახსოვრე და აგერ კაცო ერთ დღეში გამიკეთა რაც გასაკეთებელი იყო. ხო და ნუ ყველას თავისი გზა აქვს ამ ცხოვრებაში. ო მამის სახელი ძალიან მძიმეა კი გეთახმებით და თქვენ გიორგის ვეთახმებით უმასია, იმიტომ რომ ეგ არ უთქვი არასოდეს, მაგრამ მე მაგები პირველად უნდა თქვა ახლა, იმიტომ რომ მამა ჩემი ძალიან კარგი სპეციალისტია ქართული ენის და ლიტერატურის, მეც იმავე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც მამა ჩემი მასწავლებელია და ყოველთვის ვიყავი გოჩას, რაღაცა რო გაფუჭდებოდა და მე იქ გამევლო, გოჩას ბიჭი იქ იყოს, გოჩას ბიჭი და აღარ მინდოდა, არც სკოლა მინდოდა, არც არავინ აღარ მინდოდა. არის, ეგ არის, უნდა მაიკლ დუგლასი იყო, რომ გაუძლო ამ წნეხს და მამაშენ კერკზე უფრო მეტი რეჟისორი და პროდიუსერი გახდა. თუმცა დღემდე საკამათოა, ვინ უფრო დიდი იყო კინოში კერკი თუ მაიკლი. ბატონი წამყვანის ინტელექტუალური შესაძლებლობები იცის ყველა. მაგრამ ზანაც ნუ გადავაჭარბებთ. ბევრმა იცის მოკლედ რა ვთქვა. არა, ამ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ნუ გავაზვიადებთ. არა, ეხლა კითხვას დავასრულებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტას ეცოდინება სპორტული კუთხით გიორგის მიღწევები, რომ ბამბინგტონში ხართ უნივერსიადის ბრინჯაოს მედალოსანი. რატო დაგიდეთ ჩოგარი კედელზე? დრომოვიდა ეგეთი რა. ეგ ხო ბადმინტონი იყო კულტივირებადი სპორტი საბჭოთა კავშირში და სამედიცინოში ჩავაბარე 99 წელს. მაგრამ ბავშვობის სკოლის პერიოდში ჩოგბურთზე დავყავდი მშობლებს როგორც უმრავლესობა რაღაც ვერაზე მაცხოვრებლე ჩოგბურთი. მაგრამ ნუ არ იყო ჩოგბურთი საჩემო და რო ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში იქ იყო წესი რა ან კვირაში ერთხელ ფიზკულტურაზე დადიხარ ან მოგაქვს ცნობა სექციიდან სამედიცინო სექციები ქონდა სპორტული რომ სპორტს მიყვები და მაშინ ფიზკულტურა შეგიძლია არიარო. ხო და მე ეგრევე მეთქვი ჩავეწერო რაღაცა და ფეხბურთში სუსტი ვიყავი ძალიან რა ანუ ხო და წავიდნენ ფეხბურთში კალათბურთში შაიდ ცოტა მაღალი ვით კალათბურთი მე რომ მივედი შემხვდა ერთი ადამიანი მწუთნელი ბატონი ოთარი კაი კაცი იყო ხო და ისო შენ წრეს ჩაწერა ხო არ გინდაო ხო და მეთქვი მოვედი ხო და რომელ წრესშიო და მეთქვი არ ვიცი ვეძებ ხო და მაგარ წრეს შეგთავაზებო ერთს რაღაც და მე მივხვდი თვითონ თურმე იყო რაღაც სხვა რამე წვრთნელი იყო მაგრამ ეს დაავალეს რა რომ ბადმინტონის არავინ არ იყო და ოთარ უთხრეს შენ იქნები ბადმინტონს მიხედე რა რაღაც და არავინ არ მოდიოდა რა და არა და ხელფასი უნდა აიღოს კაცმა რაღაცა რა ეთყობა რა ხო და ისაო და მოკლედ წამოწამოდა უცებ ჩამწარცნობა ეგრევე გამომიწერ წადისო და რომ მივიტანე პირველ ფიზკულტურის უნდა ცნობა რომ წარვადგინე და იმენ ამოიკითხა იმან პედაგოგმა რომ ბადმინტონი ხალხი მოგდა სიცილი ხო და ნუ მე არ მივაქციამ სიცილს ყურადღება და დავდიოდი დრო დღე გამოშვებით ვარჯი მე ისა თავი და ისე შევყევი რომ სადღაც პირველი კურსის ბოლოს უკვე ზაფხულში რაღაც ბორებიო ჯერ კიდევ 90 წელი იყო და ტარდებოდა საბჭოთა უნივერსიადები, თქვა სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის და დნეპროპეტროვსკი, ეხა დნიპრო რასაც ქვია.
უკრაინაში, მაშინ და დნეპროპეტროვსკში ის გაიმართა სამედიცინო უნივერსიტეტების ბადმინტონის გუნდების ჩემპიონი, წარმოიდგინე SSR-ის. საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნებოდა. ხო რა, და წარმოვიდგინე ვიღაცა იქიდან ნოვოსიბირსკი და ვიღაც და ხო და ეგეთ იმაში რა და არ იყო ეხლა საქართველოს შიგნით ამ ბადმინტონის რაღაც კონკურენცია არ იყო ერთი კავილაძე იყო პირველი ჩოგანი და სადღაც იქ ბოლოს მითხრა იმა რომ ეხლა საქართველოს უნივერსიტეტაზე თელავში ის არის უკვე 90 წელი მთავრდება 91 და წავედი თელავში და იქ ეხლა იმას TSU და STU ძალიან ძლიერები იყო რა მაშინ სხვა ეს იყო ორი მთავარი უმაღლესი კერძო უმაღლესები არ იყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და GPI რა ეგრეთ წოდებული და იმათ ვერაო და იმა რომელიღაც წავაგეთ და მესამე იმისთვის გორის იმას დავეჯახეთ ეკონომიურ ინსტიტუტს და იქ რაღაც და მათხვით როგორ იყო ანუ ჯერ ორი პირველი ჩოგანი ბიჭები ეთამაშებენ ერთმანეთს ინდივიდუალურად მერე ორი პირველი ჩოგანი გოგუები და თუ 4 იმაში არ გამოვლინდა მერე არის მიქსტი მიქსიც არის? ხო, მერე არის მიქსტი. ოღონდ მიქსტში თამაშის უფლება არ აქვს, თუ ორჯერ არა. მერე არის წყვილი მამაკაცები ეთამაშებენ ერთმანეთს და წყვილი გოგოები და ბოლოს არის მიქსტი რა. ანუ 6 დაპირისპირება გაიმართა ხო და ჩვენთან მამაკაცებმა სამივე წააგეს, ანუ ინდივიდუალურებიც და წყვილებით და გოგოებმა სამივე მოიგეს. ანუ ორივე გოგომ და იმან რა ქვია წვილების გოგოებმა და 3-3 პირველი 3-3 იყო ყველა თამაშები ისე მთავრდებოდა რა ადამდელი რა ანგრევდნენ ხო და 3-3-ზე მიქსტიო რა ოღონდ ვისაც ორჯერ უკვე თამაშები აქვს თამაშის უფლება არ აქვს ანუ ხო და წვრილმა აი მოვიდა შენი ისაო რა და იქედანაც გორელები გამოვიდნენ ვიღაც რა ქვია შეშინებულები ხო რა ღრმა სათადარიგოები ასე ვთქვა ისინი და ჩვენც რა და ამ ღრმა სათადო მე თქვი ეს არის ჩემი შანსი მე თქვი ამაზე მეტი ის არ მექნება და ბახ და მოვიგეთ მაგალითად ვაგებდით და ამოუქაჩეს აიდან რაღაც და რაღაც მოკლედ ეგ მედალი იგი იყო ჩემი ისა რა ქვია ერთ-ერთი ცხოვრებისეული აი ეს ხუდერა რომელიც გადალახვაც ან მაგარი ის იყო დღეს რომ ყვები დამცინიან რაღაც უნივერსიტეტის პრინჯოს მედალი მაგრამ იმ მომენტში საკუთარ თავს გადავახტი რა რაღაც გაგებით შეიძლება ითქვას მაგარია ძალიან ბადმინტონი ხო და ეგ დამეხმარა ეხლა შარშან წინ ვიყავი კიევში რა უკვე ომი რო დაიწყო იქ ახლობლებთან ვიყავი ჩასული ნაცავები და ჩემი ხო წარმოშობით იქედანა და მოკლედ იქ ძალიან პოპულარულია რა ბადმინტონი დარბაზები არ ყველა რაიონშია და რაღაც და იქ დამპატიჟეს რომ დილას 7 საათზე სამსახურს წასვლამდე თამაშობენ ისა და მივედი და უცებ აღმოჩნდა რომ რაღაც ის შემძლებია არ დამვიწყებია რა რომ ოსტატობა რა არ იკარგება რამდენი ალკოჰოლიც არ უნდა მიიღო აულა ციგნთან დაკავშირებული ემოციები რო ახსენავ გამახსენა ჩემი პირველი ციგნი რომელზეც მაგრად ვიტირე პატარა ვიყავი დედოფალი მარგო იყო ბებიაჩემის ოთახში ვიყავი რო ვკითხულობდი და გავსკვდი ტირილი ეგ რა ასაკში პატარა რა ანუ ალბათ 13-14 წლის ვინ მოგცა შენ დედოფალი მარგო ეგ ისეთი ციგნია მანდ ისეთ რაღაცები აღწერილი მაგასაკში აი არ შეიძლება არა მე უფროსი არ ვიქნებოდი ეგ ხო სამე ტრილოგია ეგ გრაფინია დე მონსორო დედოფალი მარგო და 33 რა მესამე 33 ხო და თუ მანდ ისეთი რაღაცა განსხვავებით მუშკეტერებისგან მანდ ისეთი რაღაც მანდ კოცნაობა აღწერილი კი ეგეც მაგას ადამავი მაგას გადაახტი ხო 100000 დეკამეროს მიგზავნო და ერთადერთი მომაჩა არ გაეკარო და სოფელში მარტო რომ მოვიხელე რა ყოფილი ხო და დიდი არაფერი მაგ თვალსაზრისით დიდი არაფერი ხო და გახსოვთ ციგნი შენ გეტყვი ჯერ სტუმარმა გუცხეს რომელზეც გიტირია თავი აუ მე თემათიუს პირველზე ვიტირე მაგრად აუ მაგრად ვიტირე როგორ მახსოვს დიფტერიაზე 10 რა გამიკეთეს და ცუდად გამიკეთა ექიმანებს და ფეხი მქონდა გაშიშებული მე მიხაროდა და ერთი კვირა სახლში ვიწექი და მაშინ წავიკითხე და გავსკდი იმდენი ვიტირე თემათიუსი ბოლოს რო უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლეს მაგაზე არა და უნდოდა идеალური საზოგადოების და თვითონ კორჩაკიც მაგარი კაცი იყო რაც წამიგითხოს არა მე მეორედ მაგაზე ვიტირე რომ გავიგე რომ კორჩაკი თავის ბავშვებთან ერთად გადის კამერაში თავის ფეხით შევიდა და აღარ დატოვა ისინი
კი, მაგაზე მეც მაქვს წრემლები დახარჯული. რავი, კიდე რა წიგნებია რა, ბევრია ეხა პრინციპში უფიქრდები. რა არის ეგეთი სერიოზული ლიტერატურა, ცოტა გვიან წავიკითხე მე რა. ანუ მაგასაკში მაინც ძირითადად ფანტასტიკა და ვერნი რიდი ხო რა, მაინ რიდი, რა ქვია ეს ისა, ჟულ ვერნი და გერბერტ უელსი და კონან დოილი დეტექტივები და ფანტასტიკა როგორც ასეთი რა, ანუ კოსმოსზე ფანტასტიკა რა, რაღაც. სტრუგაცკებს ვკითხულობდი რა, იყო მას საბჭოთა ძმები ფანტასტიკა, სტრუგაცკები რა, ძალიან საინტერესო. ხო და აი მე აღმოვაჩინე თორემ ალექსანდრე აბაშელი პირველი ქართული ფანტასტიკური ნაწარმოების ავტორი ყოფილა. ქალი სარკესთან თუ სარკესშია, ეგეთი წიგნი არის ალექსანდრე აბაშელი ფანტასტიკა რა, კოსმოსი და მე სადღაც მარსზე თუ ვენერაზე აღმოჩნდებიან ისინი და მოკლედ ესეთი წიგნებიც გვაქვს ისტორიაში. და კიდე ერთ რაღაცას გავიხსენებ მამაჩერთან დაკავშირებულ, ყოველთვის მეუბნებოდა რომ წიგნის ქურდი არ არის. და მე ვიცი ამბავიოს ბატონ გიორგის მაგასთან დაკავშირებით. ნუ წიგნს გააჩნია რა ხო. ხო აი წიგნის მაღაზიაში რო გემუშავა მაგას აღარ იტყოდი და მაგიტო არ ვამბობ მე. წიგნის მაღაზია კიდე არაფერი ის რა ბიბლიოთეკა და არქივი და სადაც ინახება ძველი რაღაც ეს ლაილაშის ბიბლია და რა ეგეც ხო წიგნია ხო და რა ისტორიაა შერლოკ ჰოლმსის წიგნი გაქვთ დამოღებული ბიბლიოთეკიდან რომელიც ვერ მოვასწრეთ ვერ მოვახერხე დაბრუნებაა ნუ რატო? იმიტომ რომ ბიბლიოთეკა გააუქმეს მაშინ ხო ბიბლიოთეკები ყველა უბანში იყო რა ანუ მიდიოდი ეს და რაღაც იმას წარადგენ. დღეში უნდა დაგებრუნებინა იმ და მე დაინგრა საბჭოთა კავშირი და მივედი და უკვე გასტრონომი იყო იქ არა და მე თქვი წიგნი თქო და წაიღე კაცო ეგ წიგნიო. ვიტყრეთ რაღაც ყველი ხო არ გინდაო კაცო. შერლოკ ჰოლმსი მეუთხარ შემდეგი 6 ნაპოლეონი ნამოთხრობა სად არის ეს რაღაც ცისფერი კარბონკული წავიკითხე უკვე და მე მოდის 6 ნაპოლეონი და ღალთმიანთა კავშირი ეგ მოთხრობები იყო ეს მიყვება და მე თქვი მოიცა მოცეკვავი კაცუნები მიყვარდა მოცეკვავი კაცუნები მიყვარდა მოცეკვა ხო ეგეც იგივე ის არის რა ქვია ციკლია ეგ მამა ვახსენეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ ბატონ შალვაზე როგორ მამა ბატონ შალვა შვენივრად ჯანზეა შეიძლება ითქვას 99 წლის შესრულდება დეკემბერში და გარშემორტყმულია როგორც მრავალრიცხოვანი შვილიშვილებით, ისე უფრო მეტი სტუდენტებით, მადლიერი სტუდენტებით, რომლებსაც მან მისცა საპროფესიაში. და რაც შეეხება მამობას, რა არის, იმდენად დაკავებული იყო მამაჩემი მაშინ, ჩემს ბავშვობაში ამ თავისი შემოქმედებით და საქმეებით, გორის ქალთა გუნდით და ზოგადად სფეროთი რომ იმდენი დრო რომ რამდენიც შეიძლება თვითონ უნდა და შვილების აღზრდაზე ვერ გამოყო რა. ანუ მაინც მისი უფრო დიდი შვილი არის გორის ქალთა კაფელა. ხო. და ამიტომ შერეს დედა ხდებოდა ჩვენი აღზრდა რა. თუმცა აი უკვე გარდატეხის მომენტში და იმაში მნიშვნელოვანი როლი რასაკვირველია მამაჩემმა ითამაშა რა, სადაც საჭიროა ასე ვთქვათ კაცის ხედვა რა. ამ თვალსაზრისით რა და ისე აბსოლუტურად იდეალური მამა იყო, რომელიც პრაქტიკულად არასოდეს შენიშვნას არ გაძლევს რა. დღემდე ასე გრძელდება, ანუ იქ რაღაც ესე გადაწყვიტე მამი რაღაც რა პოლიტიკაში მიდიხარ, ნუ კაი, რაღაც წამოხვედი პოლიტიკიდან, ნუ ეგეც კაი და ესე. ანუ საბოლოოდ მისგან სერიოზული განკიცხვა არ მიმიღია რა. ნუ ესეც ესეთი მეთოდი არის იმის ირიბი ჩარევის, ასე ვთქვათ, ირიბი ზემოქმედების, როდესაც რაღაც სხვა სიტყვებით და ქმედებებით ხდება ზემოქმედება და აღზრდის პროცესი რა. არა პირდაპირი რო იტყვე ლაბავოი, ასე ვთქვათ, მე სამწუხაროდ ამ მეთოდს ვერ დავეუფლე, ანუ მაინც ისა ვარ რა, უფრო სტრეიტი ვარ და პირდაპირ ვასკდები განსაკუთრებით ქალიშვილთან თუ ხდება ხოლმე ისა შესკდომის და მიუხედავად იმისა, რომ ცოლიქიდან თვალს მიკრავს, რომ არ აყვე. მე მგონი მეც მიკრავს თვალს არ აყვე და მე იმასაც უკრავ თვალს, რომ არ აყვე ხო. გაეროს მანდატის როლს ირგებს ხოლმე თქვენი ცოლი. იცი მამა შენი ხო იცი არა აგდო მამა შენი, მაგრამ
ელენერის ელენეა რომ არა აგდოს ვინმე რა ანუ ხო და მით უმეტეს ყოველ მამა ხო ადვილი ასაგდებია რა ხო და ასე რომ მე ძალიან მადლიერი ვარ ბატონი შალვას ამ აღზრდის ამ მეთოდისა სტიმული იყო თქვენთვის რომ აი мама ასე გიჭერდეთ ყველაფერში ხარს ყველა გადაწყვეტილებაზე მოყვებოდა ასე ვთქვათ რომ სტიმული იმ კუთხით რომ რაღაცას რო გააკეთებდი იცოდი რომ თუ შემეშალა мама გვერდით მეყოლებდა და დამიჭერს ხარს ხო ესეც იყო კი ეგეც მუშაობს რა თუმცა ეხლა რო თქვა რომ რაღაცა არასწორად ვქენი ანუ რაღაცებს შევცვლიდე ხარ ასე ვთქვათ ჩემ ცხოვრებაში ახლა რომ ვიწყებდე მაგრამ ну ეპოქა სხვა იყო რა კონტექსტი სხვა იყო შეცვლა 90-იანებში ხო განათლების ფასი არ ვიცოდით რეალურად ეს ეხლა დავინახეთ რომ თუ კარგად ისწავლი მაგრა ისწავლი განათლებას მიიღებ მე კიდე საზღვარგარეთ დაამატებ ამას და იმას მე შექმნი შენს კეთილდღეობას ანუ სამსახურის პოვნა არ გაჭირდება მაღალკვალიფიციური შრომის მოყვარეს სპეციალისტისთვის და პირიქით რა იმდენ სიშოვი რომ იმას მთელ ოჯახს ეყოფა რამდენიმე თაობა და მაშინ განათლება არაფერს არ აჩვენებდა რა არ მოჰქონდა კეთილდღეობა რა მაშინ მოჰქონდა კეთილდღეობა იარაღით სირბის ქუჩაში რა და შესაბამისად არ იყო ესეთ თვალნათელი და ჩვენ და ჩემი მეგობრები ისიც ვიყავით დაკავებული ხო თვით განათლებით არ იყო ეგეთი აშკარა რას მოიტანდა ის მომავალში და დღეს უკვე ეს ყველაფერი აშკარაა ხა დღეს რომ მქონდეს საშუალება ახალიდან დავიწყო წავიდოდი ისეთ განათლებას მივიღებდი რომ დავანგრევდი ყველაფერს რა მაგრამ მაშინ აბა სად იყო საზღვარგარეთაც კი ვერ გადიოდი ხა ყველაზე დიდი ალბათ მოსკოვში წასულიყავი და რაღაც მოსკოვის უმაღლესი დარგები ეგ საბჭო კავშირში და მე უკვე საბჭო კავშირის მე სკოლა დავამთავრე საბჭო კავშირში დაინგრა ანუ ჩემი უმაღლესი სტუდენტობის ჩემი ეპოქა არის 90-იან წლების დასაწყისი ანუ ყველაზე დიდი ქაოსი უახლესი საქართველოს ისტორიაში რა როცა საერთოდ ყველაფერი გაუგებარი მაგ ქაოსს სხვა ჩემი ძმა გაექცა ეგრე რა და იმაში ინგლისში და იქ სწავლობდა და ანუ გაუშვით და რაღაც სხვა გზით იარა რასაც ქვია რა ანუ ინგლისში განათლება მიიღო მე იქ მე დაქორწინე მე იაპონიაში გადავიდა საცხოვრებლად და ნუ სხვა ცხოვრებისეული გზით იცხოვრა ქაოს გაცდა ხო რა და საქართველოს ქაოსიდან დალაგებულ იაპონიაში ამოყო თავი ახალი ამბავი ორი კვირა რაც ფეხი მოიტეხა და რთული ის იყო რომ გაუბრაზდი იმიტომ რომ ზღვაზე ვიყავით და რაღაც მოაჯირზე დადიოდა არ გადმოხდე მეთქი ვთხოვე კაი არ გადმოხდებიო მივუბრუნდი მეუღლეს გავხედო რა შვება მეთქი და რომ უბრუნდი უკვე ძირს ეკდოდა და ტიროდა და გაუბრაზდი და დღემდე ძალიან სერიოზული მოტეხილობა აქვს და დღემდე ვერ პატიობ ჩემ თავს აი იმ გაბრაზებას რა ტიროდა ბავშვი და მე კიდე გაუბრაზდი რაღაც ეგეთი შეხვარწოდი რომ ქონიათ ეგეთი უხერხული მომენტები შუროთან ურთიერთობის დროს რაღაცა უსაფუძვლოდ გაბრაზება ალბათ რა ყველასა გვაქვს მან ხო რომ როგორ რა შეკიდე საკითხი იმ მომენტში შენ რა კონდიციაში ხარ შეიძლება შენ რაღაც სხვა რაღაცით ხარ დაგრუზული და ისა და ამ დროს ეს ბავშვი ამ დროს ბავშვს თამაში უნდა და შენ მიყვი რასაკვირველია მიყვირია კიდე რაღაც ხა ეგრე იმით რა ხელით ბავშვს არ შევხებია პრაქტიკულად არასოდეს ხო მაგრამ ხო რა რაღაც ფეხბურთს მახსოვს ეგრე ფეხბურთს რაღაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი თუ რაღაც და აი რაღაცა ეხლა და უცებ ჩემი გოგო გამოვიდა იმიდან რა ქვია რა არისო კიდე ფეხბურთი აო ღამის პირველ საათზე და ჩაიარა ეს ტუალეტში იქეთკენ აბაზანაში მიდია და გამომირთო და შევიდა აბაზანაში და იმის ჩართვას უნდა წუთნახევარი თუ რაღაც რა იმიტომ რომ იმ რაღაც ის ინტერნეტიდან რა ეს არქები რა ბიჭო რა დამემართა კინაღამ აბაზანაში დავახჭე თუ რა ხო და იქ მიხვდა რომ ფეხბურთზე მეტი ხუმრობა არ არის ესე რა დამემართა ეს მოვიხედა და პატარა ბიჭით ჩემი ერთ ისინჯი და ისიც უყურებდა და იმას ესეც სახე ქონდა რომ და მივხვდი მისი სახის გამომეტყველებით რომ მე თუ ეხლა ეს გავატარე გაიგე იმას თუ გავუტარე მე ამისგანაც აუცილებლად ცხოვრებაში ესეთი რაღაც დამემართება რა
ეხლა მოიცა ხო იცი და ცოლი მიხვდა ეგრევე აბაზანის კარებში ჩადგა არ დაგუხუპო რა ამასობაში ჩაირთო ტელევიზორი და დაბრუნდი ხო მე ჩემი გოგო ხუმრობდა რომ იმაზე არსენალზე გამცვალა ერთ გულშემატკივრობთ პატარა ბიჭი და თქვა კი გულშემატკივრობთ რა ეხა ეგეთი რაღაც თავგადაკლული გულს რა ქვია იმეების რა ქვია სპარსეთის ყურის შეიხების კომერციულ სტრუქტურებს ჩვენ არ გულშემატკივრობთ ისე რომ ვიტიროთ მაღაზე ეხლა რომ ებიჯო ამათმა წააგეს რა მაგრამ ზოგადად ეხლა ნუ PSG-ს გულშემატკივრობთ ხვიჩას ამბავში და იმის ლივერპულსაც გულშემატკივრებთ თუ დააყენებენ მამარდას კარებში ირგვლივ ნახევარი ინტელექტ კლუბის ჩვენი ესენი სახეები Manchester United-ის ისინი არიან ქვია თავგადაკლული კაი ხასიათზე იქნება ხო მეოთხე ლიგელმა რომ მოუგო არა როდის არიან კაი ხასიათზე ბოლო 15 წელია ხო და ბოლოს ცოტა რო ეგენიც იმას გვექნა წამოგვეკიდებინა დავაფუძნებთ Manchester City-ის ფან-კლუბი ხო მაგრამ ეხლა რაღაც City ეხლა იმასავით დაგვრცინოდნენ გასულ სეზონში რა თითქოს თვითონ ხო მე ჩვენ რო მეოთხე ადგილი დავიკავეთ თუ მესამე იმათმა ხო დაიკავეს რა მე 17 მაგრამ უფრო ხუმრობა იმის გულისთვის რომ ფეხბურთის საკლუბო დონეზე რა შედეგების გამო მე ვინმესთან ვიკონფლიქტო გამორიცხული რაღაც არა ხო საქართველოს ნაკრებისთვის კი ბატონო და თანარჩენი ერთ ინტერვიუში რასადროდის ასეთ რამ ძალიან ბევრ რაღაცას გვაძლევს რასადროდის ბუნებრივად ცოდნას 1000 რაღაცას ძალიან საინტერესო რამ თქვით რომ გვასწავლის დროის მენეჯმენტს იმიტომ რომ ფორს მაჟორში გიწევს აიბნოჩი გიწევს ერთ წუთში უნდა გააკეთო ყველაფერი შვილებს როგორ ვასწავლოთ დროის ფასი არ არის მარტივი საკითხი რა ზოგადად თუმცა ისე არის აჩქარებული ცხოვრება რა იმდენად დატვირთულია რომ თავად ნელ-ნელა ამ დასკვნამდე უნდა მივიდნენ რა ხო ისეც არ უნდა გავაკეთოთ რომ ბავშვები რომ დაყავთ ყველანაირ წრეებზე და იმაზე ბოლოს ბავშვი რომ უკვე ღამე რო გაკვეთილებს აკეთებს და მე კლასში რო ეძინება ეგრეც არ უნდა ვქნათ რა ანუ ყველაფერს აქვს თავისი დოზა რა არც გადატვირთვაც დამღუპველია და მე სრულად სხვა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს ამიტომ უნდა თავად მიხვდნენ რა რომ ეს დრო აღარ დაბრუნდება რა მაგას უჩიჩინებ ჩემ ქალიშვილსაც რომელსაც მე მაგ შეგრძნება რომ ეხლა რაღაც დროს კარგავს რომ უფრო ეფექტურად შეუძლია ეს დრო გამოიყენოს მაგრამ თვითონ მიმტკიცებს რომ ვიყენებო რა და ნუ კაი სხვანაირად რა გაეწყობა რა თუმცა უნდა ვთქვა რომ მეც უამრავი დრომა დააკარგული რასაკვირველია ანუ უფრო მეტი ეფექტურობით შემეძლო ამ დროის მოხმარება აი 20-დან 30 წლამდე ალბათ რა ძალიან ბევრი დრო ვატარე ასე ვთქვათ თუმცა ის დროს ტარებად საჭიროა რა იმის გარეშეც არ გამოვა ხო და რა ვიცი არა ეხლანდელ ბავშვები უფრო უკვე მიხვდნენ რომ ეხლა ჯობია ცოტა მეტი დრო დახარჯო ამაში და მე მეტი გექნება რა საშუალებაც მეტი გექნება ფინანსური იმიტომ რომ ეხლა ჩადებული ინვესტიცია განათლებაში და ჩვენი შვილები მოგეხსენებათ უკვე ფაქტიურად მზა საინვესტიციო პორტფელები არიან შეიძლება ჩაასხა და მე რაღაც პერიოდის მერე ეს მოიტანს შედეგს და ახლა უკვე ისინიც უკვე თავად მიხვდნენ და ამ შეცდომებს რაც ჩვენ გვაქვს დაშვებული იმ მასშტაბით არ დაუშვებენ თორე რასაკვირველია ყველა თავის ცხვირს თვითონ იმტრევს რა და მაგის გარეშე არ არსებობს საჩუქარი გადავწეთ სტუმარს აი გავხედი ახლა სად არის მეთქი თავში ვთქვით რომ მეგობარი სუთი ფაუერი ეგ მომცოდნო და კაცო მეც მოვამზადები არა უსავს და წამოდი ბროწეულის ჩურჩხელა კი ბროწეულის ჩურჩხელა ვა ძაფის ხარეში ასეთი ესეც ბროწეულია და შოკოლადი ტრადიციული დამრჩა სახში ალბათ დამრჩა შენ არის ან გზაში შევჭამე შოკოლადი და ბროწეული და მზესუმზირაც ეგ არაფერი ისე სუთი ფაუერის მზესუმზირა ჯანსაღი რაც თავარია ნატურალური და დიეტური თუ იმე დიეტაზე დიეტური მზესუმზირა არა ჩურჩხელა ბლიცი გვაქვს ერთ საინტერესო დავაი დაიწყებ შენი მოფიქრებულია და დაიწყე შეთვითო თუ კაი ასეთი რა იქნებოდა რომ ანუ წარმოუდგენ რაღაცა სიტუაციას გეტყვით
და ესა. ერთ დილას გაიღვიძა გიორგი მოსიძემ და აღმოაჩინა რომ არავინ არ იცნობს. არც ოჯახი, არც მეგობრები, არც საზოგადოება არავინ. და გონია რომ ხოჭოა. და ხქვია გრეგორ ზამზა. შემდეგი რა იქნებოდა ერთ დღეს ინტერნეტი სამუდამოდ რო გაქრეს, თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვლება? ბანკების მძარცველი გავხდები, აუცილებლად, იმიტომ რომ cash-ფულის წინა პლანზე გადმოსვლა მოხდება, თუ ინტერნეტი არ იქნება, ანუ ციფრული სამყარო არ იქნება ჩათვალეთ და უნდა შევიჭერთ რა ერქვათ იმათ ამერიკელი მძარცველები რო იყვნენ. ბონი და კლაიდივით ვიპოვიდი ჩემს კლაიდს და შევიჭრებოდი ბანკის უახლოეს განყოფილებაში. ესე იგი არ უნდა გაქრეს, თორე ნახევარი საქართველოს ეგეთი გახდება, სოფლიო ალბათ. შემდეგი, რა იქნებოდა ინტელექტუალური თამაშები საერთოდ რო არ არსებობდეს? ეგეთი ეპოქა მე მახსოვს. უпростоრეთ საქართველოში ვერ ვიპოვე მე 80-იანი წლების ბოლოს ადგილი, სადაც ესეთი თამაშები ტარდება. ანუ ის საბჭოთა კავშირის ტელევიზიით ხო გადიოდა რასადროდისი და ძალიან მინდოდა რომ მეც მეთამაშა და საქართველოში სად ტარდება ამის შერჩევა თუ რაღაც ვეძებე და აღმოჩნდა რომ არ ტარდება არსად. და ბოლოს დავთვალე ყველაფერი იმით რომ მე და ჩემი თანამოაზრეობა ჩავატარეთ პირველი ეს თამაში 91 წელს და იმის მერე წამოვიდა და ეხლა კი უკვე 250,000 კაცს აქვს ნათამაშები კლუბში. ანუ საქართველოს მოსახლეობის 7.9%-ს ნათამაშები აქვს რასადროდისი კლუბში რა, სატელევიზიო სპორტული ვერსია. მოკლედ რა იქნებოდა თუ არა რომ ჩვენ მას მოვიგონებდით რა თამაშს. რა იქნებოდა კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა რო შეგეძლოთ, რომელ სიტყვას იტყოდი? დედა. თქვენ ალბათ ელოდებოდით მამას, მაგრამ მაინც დედა. ერთი საათით რო დროში წასვლა შეგეძლოთ. სად წახვიდოდით და რატო? წარსულს გულისხმობ ალბათ ხო? მე მინდა გადავხტე დროში, მაგას როდისმე თუ სერიალი გავაკეთეთ, სხვა ჯერ დროში მოგზაურობაზე ეგეთი სერიალი სხვა გვაქვს. აი ამერიკული სერიალი არის კვანტური ნახტომი რა. Quantum Leap. მოკლედ კვანტური ნახტომი ქვია. ხო და იქ ყველა სერიაში ხდებიან რაღაც ეპოქაში და რაღაც სიტუაციას ისტორიულ მოვლენას ასწორებენ რა და გახსოვთ ესეთი ლექსი რო არის პოეტები რო ვიღაცები დაცინოდნენ რა იმაში რომან ლებანიძისა თუ რაღაც აი პოეტებმა რო იჩხუბეს რა მუშტიკრივი რო მისა გალაქტიონი ტიციან ხო გალაქტიონი ტიციან ეგ ვისი ლექსია ეგ არის ლებანიძისა კი გალაქტიონი ტიციან თაყვანს ხო აი რო ეხო ნამდვილი ისტორია სინამდვილეში მე ლექსად უბრალოდ მურმანმა ჩამოაყალიბა და აი დროში გადახტე მინდა და იმ სახინკლეში აღმოჩნდე რა. აი ის მომენტი, როცა ესენი იქ შეიკრიბდნენ, ჩაარტყეს და ვიღაცებმა დაცინეს და პოეტებმა რო დაცხეს იმათ რა და პოეტების ხარეს მინდა ვიჩხო. აი ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგის გარდა. ეგ არის ჩემი თუ დროში მოგზაურობას შემთავაზებენ, აი იქ გადავხტები რა და მე რო დავპატიჟო ეს პოეტები უკვე ისინი რო გავყარეთ ცემეთ გაყარეთ და კიდე ჩავდგა იქ არაყი და ხინკალი და ეს არის თქვი. მაგარი, აუ შენს თქვი ეგ რა. რა, მესაც წავიდოდი, ბევრგან მინდა წასვლა. ერთი ეხლა ეგრე სადაც. თუ მას უთხარი ერთი. მე წავიდოდი და ვნახავდი პირველ გოგოლაძეს, რომელმაც ეს გვარი აიღო და რატო გადაწყვიტა რომ გოგოლაძე გამختارიყო, ან ვინ უთხრა რომ გოგოლაძე უნდა იყო, ძალიან მაინტერესებს. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ თავად არ გადაუწყვეტია და ვიღაცამ შეარქვა რა. რაღაც გოგოლადან წამოვიდო და ეჭვი მაქვს და უთხრა რომ აი შენ მოდი გოგოლაძე იყავი, აი იმ კაცთან ერთად დავლები. მიგვის ისე თქვი, სუდა რამი რო იყვნენ. სუდარამი ან იყვნენ არა რა და ღმერთმა უწყეს რა თქვი. მე ძალიან შორს გადახტამა მოგ. კი, მე ძალიან შორს. მე უცალკოში. არა, აგერ რა, მე 50-იან წლებს იყო საუბარი, 40-იანებს. ესე იგი, თქვენი ცხოვრება რო ფილმად გადაიღონ, რომელ ჟანრში გადაიღო? ტრაგიკომედია რა მე რა, ისეთი რომ ბოლოს რო რჩება იტალიური ტრაგიკომედიები რო იყო რა 80-იან წლების, ხო იცი, დინო რიზი და ვიღაცები, რა ვიტორიო დესიკა რო იღებდა და ხო და აი ეგეთი რა. და ვისი სურვებით გიორგი მოსიძე რო განასახიეროს? ეხლა? აი ამ ფილმში. ვიღაცა თორნიკე გოგრიჭიანი, ვიღაცა რა, უკვე ჰოლივუდში როა გასული რა. დიდი ხვეწნის მერე რო ერთი თვით რო ჩამოვა სერიალში მონაწილეობის მისაღებად რა ჰოლივუდიდან ეგეთი.
რა იქნებოდა ინტელექტუალური შოუების ნაცვლად მოგიწიოთ ყვითელი გადაცემის პროდიუსერობა. აი ძალიან ყვითელი გადაცემის. რამე ღამეშორენასთან, რამე აი რაღაცა ეგეთის რო იყოს თუნდაც. რა არის იცი? დავაგვიანე. შეერთი 20 წლის წინ შეიძლება დიდი ენთუზიაზმით ჩავრთულიყავი ამაში და მე ხმოდით მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება რომ გაიარონ ექსი ყვითლის ეპოქა. ეგეც ხო ის არის, რა ქვია, რაღაც ასაკობრივისა. ანუ ხო ადამიანი თავის ცხოვრების პერიოდში გადის გრადაციას სოციალურ-პოლიტიკური იდეოლოგიისა, ლიბერალიზმის და კონსერვატიზმისკენ რა. ანუ ეგ ხო მე იგრძნობა არჩევნებზეც დასავლურ ქვეყნებში ხა ჩვენთან სხვანაირად აძლევს ხალხი ხმას. იქ როცა ახალგაზრდები უფრო მემარცხენე ლიბერალურ იდეოლოგიას აძლევენ ხმას და მე ასაკირო ემატებოდა თავიანთ შვილები რო ისო მე ისინი უფრო კონსერვატიულს აძლევენ ხმას და ესენი ცვლიან ამათ იმ ამორჩევლის ადგილას რა. რაღაც ეგეთია რა და ეს სიყვითლეც ერთ-ერთი ეტაპი არა ცხოვრების და ეგეც უნდა გაიარო ადამიანმა. თუმცა არა 50-ს მერე უკვე. მე უფრო მუქტონებს ვანიჭებ უპირატესობას. რა იქნებოდა რო შეგეძლოთ ნებისმიერი მსოფლიო ფიგურისთვის ერთი კითხვის დასმა რო შეგეძლოთ მოკლედ ვის დაუსვამდით და რა კითხვას. სულია რა რონალდ რეიგანს და მაგრამ რეიგანი უკვე დაუმთავრდა ვადა რა და ჯორჯ ბუშს მის გამგრძელებას უეთყოდი რომ რატომ ბოლომდე არ მიიყვანა ეს საქმე რა რასაც საბჭო კავშირის დაშლა ქვია რა და რომ მეტი აღარ ასოდეს ამ საბჭო კავშირის აღდგენის აჩრდილი აღარ გამოჩენილიყო ჰორიზონტზე რა. იმიტომ რომ მაინც კიდე ეს აჩრდილი სადღაც ტრიალებს ვიღაცების ტვინებში რა. აბსოლუტურად უტოპიური იდეაა და არასოდეს ეს აღარ განხორციელდება. მაგრამ აჩრდილი არანაირი პერსპექტივა მას არ აქვს, მაგრამ ნუ კიდე ნერვებს მოგვიშლის ერთი-ორ თაობას რა. ხო იყო აგერ ლავროვი ეს ესერით რო ჩავიდე. ხო ნუ შვენიერი ბლიცი იყო. გადასალ. მე კიდე ორი კითხვა უნდა დავსვა, ოღონდ ბლიცი არ არის. რასად როდის თამაშის მერე? ან პოლიტიკაში ყოფნის დროს შვილებისგან თუ მიგიღიათ რჩევა. ის რასად როდიზე ჩემ ხალიშოს არასდროს არ მოსწონს მე როგორ გამოვიყურები. სად ხედავთ? ტელეგრამში ამბობ ისა მაშინ როგორ რაღაც ის როგორ ლაპარაკობ ეს რა ფრაზა ვთქვი ეს რა ხუმრობა იყო мама ეს რა იაფასიანი ხუმრობა იყო ეგრე შენ არ გეკადრება რაღაც ისა რა არა ამ დროს კმაყოფილი ვარო რა მაგარი შუტკა გავაძრე ვიცი რა რაღაც ხო და ეგ აი ოღონდ ხალხი რა ვაჟები პრაქტიკულად არასოდეს ეგეთ რამეს აი ოღონდ არ ვიცი ყველაფერი მოწონს ჩემში თუ ვერ მიბედავენ ეგ არ ვიცი ალბათ მეორე სამწუხაროდ უნდა გავაბედინოთ იმიტომ რომ რაც მე სიმართლეს მიიღებ მით მეტად თვითკრიტიკული იქნები თორე ჩაიძირები თვითკბობაში და ნარცისიზმში მაგრამ მე ამისთვის მყავს სამი ქალი ცხოვრებაში დედა ცოლი და ქალიშვილი რომლებიც არ ერიდებიან ჩემთვის პირში სიმართლის თქმას არც ერთი რა ამიტომ მადლობა мама და ჩემო ვაჟიშვილებო რა ბალანსი შენარჩუნებული იყოს და ძმა ხო რა мама ძმა და კიდე ერთხელ დამარწმუნა რა მაგარია ქალიშვილი როკოს თანოური აი ხა შემოარესქენი ხო სხვათა შორის ჩემთანაც უფროსი გოგო აი ძალიან პირდაპირია მაგ პირდაპირ გეტყვის მოგწონს არ მოგწონს გეტყვის მაგრამ გეუბნება სიმართლეს მე იმ მომენტ შეიძლება არ მსიამოვნებს წყენია კიდეც მაგრამ მე რო დავფიქრებულ ვარ 100%-იანი სიმართლის თქმასაც აქვს თავისი ფორმა ხო ესეთი ხო იცი ძველები ძველ საბერძნეთში სიმართლის თქმელებს ითვლებოდნენ ვინც პირ სიმართლეს იძახდა ყველაფერს და არაფერს იმათ თვლიდნენ იმათ რა ქვია სული თავადმყოფებად და მათთვის გამწესებული ჰქონდათ ხოლმე სხვა ადგილი საცხოვრებლად რა ამიტომ ჭკვიანი ადამიანები სიმართლეს სხვანაირი ფორმით ამბობს შეიძლება გესიამოვნოს კიდეც ისე გითხრას და შეგაპაროს რა ხო და მე აი მეუღლე მაპარებს და დედა და ქალიშვილი პირდაპირ მეუბნებიან. გიორგი, წეღან თქვით რომ აი მოგზაურობაშიც კი მაგრა უგებთ მე და უცროსი შვილი ერთმანეთსო.
როგორია მოგზაურობა შვილთან ერთად და მარტო? არა, ეხლა შვილთან, ოღონდ ამ კონკრეტულ შვილთან გულისხმობ რა, იმიტომ რომ იყო პერიოდი, არა, ის პერიოდიც იყო რა, ხო იცით, age of innocence რა, როდესაც მთელი ოჯახით მივიდა რა თურქეთში, ანტალიაში სადღაც 3 ბავშვით რა, ანუ ოღონდ ჯერ კიდე ბავშვები არიან ესენი და ეგ მაგარი ეპოქა ყველაფერს გავიღებდი რომ კიდე ერთხელ ეგ განმეორდეს, მაგრამ უკვე მორჩა რა ეგ ეპოქა, იმიტომ რომ ესენი უკვე ბავშვები აღარ არიან. ამათან ეს აღარც მოდიან ჩვენთან ერთად დაწესვენებლად. ამოვიდნენ რა და მაგრამ ის ძალიან მაგარი დრო იყო და ნუ ეხლა მაქსიმუმ წავიდეთ 3, თქვენ მე მეუღლე და ეს უმცროსი ვაჟი. ეგრე ვიყავით რამდენჯერმე იმაში, რა ქვია, კრუიზში, ეხლა ძალიან პოპულარული რაღაც ხმელთაშუა ზღვაში გემი რო ერთი დღე სადღაც შედის. და სხვა იმასთან შედარებით ძვირი, ბათუმთან შედარებით ძვირიც არა. დარწმუნებული. ხო და ეგ არის ამ ბავშვთან ურთიერთობის ისა და მარტო პრაქტიკულად არ მოგზაურობ რა, მარტო ან მაშინ ძმაკაცებთან ერთად, ანუ ესე მარტო წავიდე სადმე თითქმის არ ხდება. მარტოულად მეუღლესთან ერთად. ხო, ეგ ვიგულს, ანუ შვილის გარეშე ვიგულისხმე. შვილის გარეშე ძალიან გვიჭირს რა, იმიტომ რომ სადღაც მესამე დღეს უკვე ნერვები გვეშლება ერთმანეთზე და ბავშვი როცა არის არ ვჭუბობთ არასოდეს რა, არის ვიღაც ვინც შუაში მუდმივად იმას მუდმივად რაღაც როლს ასრულებს რა. შარშან წავიყვანეთ ერთად შვილები, ნუ ლადონ უფროსი მარტო პატარა ჯერ არა, მიუნხენში ყავდა შარშან ერთად. და წეს ყავდა კვიპროსში, ოღონდ უკვე სრული შემადგენლობაში ყავით ორი მოვიდა. მაგარი იყო ნამდვილად. აუ არა მაგარი. და სხვადასხვა წელს ვიყავით, პირველად ვიყავით მარტო მე და ჩემი ცოლი, მეგობრების ყველას გარეშე მარტო ვიყავით ჰამბურგში. საოცრად მაგარი იყო. მართლა მაინტერესებდა როგორი იქნებოდა. ვინა? პაესტკაში შენი ცოლი როგორია? მარტო როგორ ვიქნებოდი პაესტკაში, ხო? და არაჩვეულებრივი იყო. ხო, ესე აღარ დავდივართ, თუ მივდივართ რამდენიმე წვილი მაშინ რა. ხო, აი ჩვენ დავდივართ ხოლმე ეგრევე რამიშო. ეს ერთი ამ 20 რამდენია 26 წლის თანაცხოვრების შემდეგ ესე ხანგრძლივად მეუღლესთან ერთ-ერთზე დარჩენა ცოტა მეშინია. და უკვე კამპანია როცა ხო, სხვანაირადაც ერთობი კამპანიასთან ერთად. აი ახლა მივდივართ ოქტომბერში პრაღაში, მე მიშო კიდევ ჩვენ მეგობრად ცოლებით და აი თითებს ვითვლით როდით ან ლუდის ფანები ვართ. ოქტომბერში ვატარებთ 11-12 ოქტომბერს ნიურნბერგში გვაქვს გერმანიის ღია ჩემპიონატი რასაც როდეში რა ქართულ ენაზე. ვიცი ნახე და სადაც თბილისიდანაც ვარსკვლავები მოდიან და ევროპიდანაც ყველა ჩამოვა და მაგარი იქნება. მაგარი იქნება. ნიურნბერგში არის ძალიან მაგარი წითელი ლუდი, ნიურნბერგის ლუდი. სასწაული რამეა. გიორგი ბაქრაძე გაიგე? საოცრება. ჩაინიშნეს ბიჭებმა და თქვენ სახელზე ავწევთ აუცილებლად. კი. ერთი კითხვაც და მორჩა საქართველოს პოლიტიკური მოწყობის მიხედვით, ვინ არის ოჯახში გიორგი მოსიცე? პრეზიდენტი ვარ მაინც. ოღონდ ის პრეზიდენტი რო ირჩევდა ყველა, ანუ ის პრეზიდენტი. ძალაუფლება რო ქონდა. ხო, წარმომადგენლობითი ისა არა. ძალაუფლების ქონა პრეზიდენტი ვიყავი, ვარ და ვიქნები სანამ სული მიდგას. მიუხედავად ოჯახის ცალკეული წევრების მცდელობისა შეავიწე, რა ქვია, როგორ არის გადაენაწილონ უფლებამოსილებები, კომპეტენციები წამართვან რა, ეს არ მოხდება. პრეზიდენტის სიტყვა. ელენე, ეს არ მოხდება. ძალიან დიდი მადლობა, თამაში შედგა. დიდი მადლობა, საინტერესო თემა იყო და რავი, ყველაფერზე ვისაუბრეთ და მათ შორის ამ მნიშვნელოვან თემაზე. კი, მადლობა ჩვენს მეგობრებს Suti Powers, სპორტული მედიცინის ასოციაციას. მადლობა ჩვენს მაყურებელს, რო გვიყურა, გამოიწერა, მოიწონა და დააკომენტარა ჩვენს არხზე და რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს სტუმარს. კაი იყო. კარგად და ძალიან დროებით.